მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ჩვენ გვაქვს აუდიტის ჯგუფის სხდომა. შეგახსენებთ, ჩვენ ვიხილავთ ყველა ანგარიშს, რომელსაც აუდიტის სამსახური მოგვაწოდებს. არც ერთი ანგარიში არ დაგვიტოვებია, ამის გამო არის, რომ მაქსიმალური შეფასებები აქვს ევროკავშირიდან აუდიტის სამსახურსაც და ჩვენ კომიტეტსაც. დღეს გვაქვს ორი საკითხი, თავიდანვე ვიტყვი, რომ არ არის რთული საკითხები, მაგრამ განხილვით ყველა საკითხი უნდა განვიხილოთ. ეს საკითხებია: პირველი, განრიდება მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და მეორე არის საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისათვის სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშების ფინანსური აუდიტი. პერიოდი მოიცავს 2024 წელს. რომ გაგვიადვილდეს მუშაობა, წარმოგიდგენთ დამსწრეს საზოგადოებას, დეპუტატები ბრძანდებიან, კიდე შემოგვიმატებიან ვინც ამ აუდიტის ჯგუფის წევრია. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, ბატონი გიორგი ბადაშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ბატონი ზაზა შეყილაძე, თავდაცვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გიორგი ხითარიშვილი, თავდაცვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი მაგდა კაპანაძე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქალბატონი მეგი კოდოშვილი, თავდაცვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანი აუდიტორი და ქალბატონი მარიამ ჭოლოკავა, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ბრძანდებიან ბატონი გიორგი დგებუაძე, მინისტრის მოადგილე, ბატონი ნიკა ცხვარაშვილი, სიბ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. როგორც მოგახსენეთ, თუ რაიმე წინადადება ან შენიშვნა არ არის, დავიწყოთ მაშინ განხილვა. ბატონო გიორგი, ვინ იქნება მოხსენებელი? მიკროფონი რჩევ. პრეზენტატორი იქნება ქალბატონი მეგი კოდოშვილი, რომელიც წარმოგვიდგენს განრიდება მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს, ხოლო მეორე საკითხი, რომელიც შეეხება ადამიანური კაპიტალის მართვის აუდიტს, უკვე წარმოგვიდგენთ მარიამ ჭოლოკავა. კარგი, მადლობთ. შეგახსენებთ, რომ სტრიმით მიდის პირდაპირ ეთერში და დანარჩენი განხილვა გაჩვენებს. გთხოვთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ განრიდება მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს, რომელიც დავამტკიცეთ 2025 წელს. აუდიტმა მოიცვა 2023-2024 წლების პერიოდი. აუდიტის მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს განრიდება მედიაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დასახული მიზნის მიღწევას, ბენეფიციართა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებას და მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. ამასთანავე შეისწავლოს სისტემაში არსებული ნაკლოვანებები და გასცეს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები. აუდიტის შედეგად ჩვენ გავეცით 4 რეკომენდაცია. განრიდება მედიაციის პროგრამის ზოგად მიმოხილვას გაგაცნობთ. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნისთვის 18-დან 21 წლამდე ასაკის პირისთვის წარმოადგენს შანსს გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლეობის სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. პროგრამა ეფექტიანი საშუალებაა არასრულწლოვნისთვის 18-დან 21 წლამდე ასაკის პირისთვის მართშეგნების ხელშეწყობის, მისი რესოციალიზაციისა და დაზარალებულის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების როგორც მთლიანობის გაჯანსაღებაზე. არასრულწლოვანთა 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა მიმართ განრიდებისა და მედიაციის პროგრამა საქართველოში სწორედ ამ მისიის შესრულებას ემსახურება. პროგრამა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებთან და ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებასთან დაახლოების კუთხით. განრიდება მედიაციის პროგრამის მართვების პროცესში გამოვლინდა გამოწვევები. განრიდებული არასრულწლოვნებისთვის
განრიდრებული არასრულწლოვნების მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი წარმოადგენს აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობის გაზომვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს. მზარდია განრიდებულ პირთა მიერ ხელშეკრულების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში დანაშაულის ჩამდენ პირთა პროცენტული მაჩვენებელი. 2022 წელს განრიდების გადაწყვეტილებით პროგრამაში ჩართული 585 არასრულწლოვნიდან განმეორებითი დანაშაული ჩადენილი აქვს 100 არასრულწლოვანს, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 19% შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ პირობებში, როდესაც განრიდების ხელშეკრულების დასრულებიდან ჯერ კიდევ არ არის გასული სრული 3 წელი და არსებობს რისკი, რომ ეს მაჩვენებელი მომავალშიც გაიზარდოს. მსგავსი ტენდენცია განპირობებულია იმ ხარვეზებითა და გამოწვევებით, რომლებიც მოცემულია აუდიტის მიგნებების სახით და საჭიროებს მიზნობრივი საპასუხო ზომების დაგეგმვასა და გატარებას. განრიდება მედიაციის პროგრამის მართვის პროცესში გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები და გამოწვევები. განრიდება მედიაციის პროცესის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ნაკლოვანებები. განრიდება მედიაციის პროცესის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დამოუკიდებლად და ერთიანი ხედვით განსაზღვრავს აღნიშნული მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, არ არის შემუშავებული. ცალკეული აქტივობა ფრაგმენტულად წარმოდგენილია ეროვნული, სექტორული დონის და სხვადასხვა ერთეული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტებში. დღეს მოქმედი ორი მაღალი მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტი, როგორიცაა ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია და სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026 წლების მოიცავს მხოლოდ რამდენიმე აქტივობას, რაც ვერ უზრუნველყოფს განრიდება მედიაციის პროცესის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების სრულფასოვან დაფარვას, როგორებიცაა სოციალური მუშაკების ჩართულობა, სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. განრიდება მედიაციის პროცესში მონაცემთა შეგროვება, დამუშავების ხარვეზები და გამოწვევები არის შემდეგი მიგნება. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონაცემთა ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა არ არის დანერგილი და განრიდების საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა დამუშავება ხორციელდება შესაბამისი თანამშრომლების მიერ ინდივიდუალურად Excel-ის პროგრამის გამოყენებით. აღნიშნულ ფაილში მონაცემების შეყვანა ხდება 2010 წლიდან. მოწოდებული მონაცემთა ბაზა შეიცავს ხარვეზებს, არ არის სრული და ზოგიერთ შემთხვევაში ზუსტი. ამასთანავე სენსიტიური ინფორმაციის დამუშავება და შენახვა აღნიშნული ფორმით ზრდის მონაცემების დაკარგვის ან არამარძომიერი განკარგვის რისკებს. აღნიშნული ორი მიგნების საპასუხოდ აუდიტის სამსახურმა გასცა შემდეგი რეკომენდაცია. განრიდება მედიაციის პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია შემუშავდეს პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაიწერება აქტივობების შესაბამისი ვადებით და შეფასების ინდიკატორებით, რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს ჩაატაროს აქტივობების განხორციელების პერიოდული მონიტორინგი. შემდეგი რეკომენდაცია განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული იმპლემენტაციის მიზნით მნიშვნელოვანია დაინერგოს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში ჩართული ყველა უწყების მონაცემთა კონსოლიდაციას, კონფიდენციალურობის მაქსიმალურ დაცვასა და მიღებული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროცესის მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესებას. აღნიშნული ორი რეკომენდაციის შესრულების სტატუსი ამ ეტაპისთვის არის მიმდინარე. არა, ერთწუთით მადლობთ. ესე იგი ჩვენ 4 რეკომენდაციიდან 2-ად არის დაყოფილი. ეს იყო პირველი ორი რეკომენდაცია. ბატონო გიორგი, ბატონო ნიკა, რომელი უპასუხებს, რომ ჩვენი ინტერესი არ არის ზოგადად თქვენი საქმიანობის მხოლოდ ჩვენ გვაინტერესებს რეკომენდაციები. სრულდება, არ სრულდება, როდის მორჩება და ასე შემდეგ. ჩართეთ თუ შეიძლება. დიახ, მოგესალმებით. ჩვენ თქვენ როგორც გვეტყვით, შეგვიძლია ინდივიდუალურად უპასუხოთ, შეგვიძლია როდესაც მორჩება პრეზენტაცია. ეს ორი რეკომენდაცია ახლა გავიაროთ, შემდეგ მეორე ორი. კი ბატონო. მეც მოგესალმებით, მოგესალმებით პარლამენტის წევრებს. მივესალმები გენერალური აუდიტორის მოადგილეს ბატონ გიორგი გაბაშვილს, მივესალმები ბადაშვილს, მივესალმები ასევე მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს. პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მის თანამშრომლებს მომზადებული ანგარიშისთვის. სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ აუდიტის პროცესში წარმოდგენილი შეფასებები და ის იდენტიფიცირებული მიგნებები,
რომლებიც წარმოადგენს ჩვენთვის ანალიტიკურ საფუძველს არსებული გამოწვევის სიღრმისეული გააზრებისა და მათზე მიზნობრივი ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელებისათვის. ჩვენ გვსურს ასევე განვაცხადოთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ აუდიტის სამსახურთან კონსულტაციების შედეგად პრობაციის სააგენტოსთან ერთად შეიმუშავა შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია იმ რეკომენდაციებთან, რომლის საშუალებითაც გათვალისწინებული იქნება ის მიგნებები, რომლებიც აუდიტის სამსახურის მიერაა კონკრეტულად იდენტიფიცირებული. ჩვენ ასევე გვსურს აღნიშნოთ, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს გაუმჯობესება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, მულტიდისციპლინური მიდგომების გაძლიერება, განრიდება, მედიაციის პროგრამების ხარდაჭერა და ვიტყოდით ზოგადად დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც იუსტიციის სამინისტრო პრობაციის სააგენტოსთან ერთად აქტიურად მუშაობს და რა თქმა უნდა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. კონკრეტულად რაც შეეხება რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც მოგახსენეთ ჩვენი მხრიდან აუდიტის სამსახურისთვის უკვე წარდგენილია სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების ანგარიში და კონკრეტული ანგარიშგება, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტრო და პრობაციის სააგენტო აუდიტის სამსახურთან ერთად გააგრძელებს მუშაობას იმ გამოწვევებზე, რომლებიც გამოვლინდა ამ 4 რეკომენდაციის სახით. პირველ რეკომენდაციას რაც შეეხება და კონკრეტულად აქ საუბარია პოლიტიკის დოკუმენტზე. პოლიტიკის დოკუმენტების და კონკრეტული დოკუმენტის შემუშავებას განრიდება მედიაციის პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტრო არსებით მნიშვნელობას ანიჭებს სტრატეგიაზე დაფუძნებულ სისტემურ განვითარებას და თქვენ ეს შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა სტრატეგიის დოკუმენტში. ამ მხრივ სამინისტრო და პრობაციის სააგენტო განრიდება მედიაციის მიმართულებით განახორციელებს შესაბამისი სიტუაციის ანალიზს, ჩამოაყალიბებს მიზნებსა და ამოცანებს, ხოლო საბოლოოდ შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც როგორც აღნიშნეთ, იქნება მითითებული ის იდენტიფიცირებული რეკომენდაციები, რომლებიც აუდიტის სამსახურმა ჩვენ გაგვიზიარა. აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში კერძოდ განრიდება მედიაციის მიმართულება სათანადოდ დაისახება, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გამოვლინდება ამ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და შემუშავდება მათი ეფექტიანი გადაჭრის გზები. შედეგად ჩვენ გვექნება გზამკვლელვი, თუ როგორ შევამციროთ განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი, ოპტიმალური ადამიანური რესურსების უზრუნველყოფით, შეფასების სისტემის გაუმჯობესებითა და ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვით. ეს ზოგადად რაც შეეხება პირველ რეკომენდაციას, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მეორე რეკომენდაციასთან მიმართებით შევლობა თუ კი ბატონო. დიახ, ან თქვენგან თუ იქნება თანხმობა, დიახ. მეორე რეკომენდაცია ეხება საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის დანერგვას, მონაცემთა შეგროვება დამუშავების ხარვეზების თავიდან ასაცილებლად. თქვენ მოგეხსენებათ და მოგახსენებთ კონკრეტულად, რომ ჩვენ ციფრული მმართველობის სააგენტოსთან ერთად, რომელიც გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მიმდინარეობს საჭიროებების მოკვლევისა და ტექნიკური დავალებების მომზადების ეტაპი, რომლის შედეგად განისაზღვრება თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ელექტრონული ბაზა, მათ შორის განრიდება მედიაციის მიმართულებით.
საბოლოოდ დაინერგება პრობაციის სააგენტოს ახალი ელექტრონული ბაზა, რომელიც სააგენტოს საქმიანობის ყველა მიმართულებას მოიცავს. მასში გათვალისწინებული იქნება განრიდება მედიაციის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პროცესების ავტომატიზაცია და ელექტრონული მართვა. ზოგადად ეს სისტემა, რომელიც ამჟამად მოქმედებს სააგენტოში, საჭიროებს განახლებას ისევე როგორც ნებისმიერი სისტემა, როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე წლის განმავლობაში ეს არის აუცილებელი მოთხოვნა და შესაბამისად ამ განახლების პროცესში, რა თქმა უნდა, სპეციალური მიმართულება და ადგილი დაეთმობა მედიაცია განრიდების ელექტრონულ პლატფორმას. მადლობთ, შეკითხვები ხომ არ არის? ბატონი ილია, ბატონი ირაკლი. როგორც გნება? მადლობა აუდიტს წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის და მადლობა სამინისტროს იმ ყურადღებისთვის, რომელიც ესე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. მე მაინტერესებს ეს ელექტრონული სისტემის დანერგვის ვადებზე გქონდა ჩვენ ბოლოს საუბარი და რა მოლოდინია თქვენი, როგორ იქნება ამის ვადების დასრულება და გამოიწვია თუ არა ამ პროცესმა, ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესმა კიდევ უფრო დეტალების დაზუსტება, მაგალითად ეს საინფორმაციო ბაზა, რომელიც შეიქმნება და რომელიც იქნება კონტროლი, რამდენად იქნება დაკავშირებული იუსტიციის საინფორმაციო ბაზასთან და რამდენად ეს შეთანხმებულად იქნება, რადგან მნიშვნელოვანია ალბათ ყველა ის სახელმწიფო საინფორმაციო ბაზები რაღაცა კავშირში იყოს ერთმანეთთან და აი ამაზე ხო არ არის რამე სიახლე და ვადები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, როგორ მიმდინარეობს ამის დანერგვის პროცესი. მადლობა. ერთ წუთით, ბატონო ირაკლი. მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმები მინისტრის მოადგილეს, სააგენტოს ხელმძღვანელს. მე თქვენი სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ, ვინაიდან ჩემი წარსული საქმიანობა უკავშირდებოდა დანაშაულის პრევენციისკენ, საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდი. ზუსტად იმ წლებში და იმ პერიოდში, როდესაც განრიდება მედიაციის პროგრამა ძალებს იკრებდა, შესაბამისად მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს წარმატებული საქმიანობა გრძელდება. რაც შეეხება აქ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, მე ვთვლი, რომ ყველაფერი მარტივად არის მოგვარებადი, მარტივად არის გამოსასწორებელი, მით უმეტეს თუ ეს ყველაფერი უკვე მიმდინარე პროცესია. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, ძალიან ბევრია ამ პროგრამაზე დამოკიდებული, რომ ელემენტარულად ადამიანებს ჰქონდეთ ხელახალი შანსი და თუნდაც გაუთვალისწინებელი შემთხვევებიდან გამომდინარე არ ეცხოვრონ იმ დამღით, რასაც ნასამართლეობა ქვია. დიდი მადლობა თქვენს და აუდიტის სამსახურსაც წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. გთხოვთ ბატონ ილიას. დიდი მადლობა. ნამდვილად ვადებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ როგორც მოგახსენეთ, სპეციალურ პორტალზე უკვე ავტვირთეთ ჩვენი გეგმა, როგორც წარმოგვიდგენია ეტაპობრივად ამ რეკომენდაციების შესრულება. უშუალოდ ამ ელექტრონული სისტემის ვადასაც შეეხება ჩვენ აქ მივუთითეთ, რომ შესრულების პერიოდად 2028 წლის მეოთხე კვარტალი. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ეს უკვე ის მიმართულება, რომელიც მხოლოდ სააგენტოზე არ არის დამოკიდებული, თქვენ ნამდვილად ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ აქ არის ამ პლატფორმასთან ერთად, ელექტრონულ სისტემასთან ერთად სხვა რიგი საკითხები გასათვალისწინებელი უსაფრთხოების კუთხით და სხვა კუთხით დაკავშირებული საკითხები. ამ ზუსტად აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ამას ვახორციელებთ ციფრული მმართველობის სააგენტოსთან კოორდინაციით, რომელიც გახლავთ ჩვენი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ამ კუთხით და დღეს თუ თქვათ სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი პროგრამა, არსებობს ეგრეთ წოდებული პირობითად პრობოქსებისთვის ცალკე განკუთვნილი სისტემა და
დაგეგმილია მედიაცია, განრიდება მედიაციისთვის ახალი პლატფორმის შექმნა. გეგმაში არის რომ ყველა ეს გავაერთიანოთ ერთ პლატფორმაზე და რა თქმა უნდა ეს არის როგორც აღინიშნა მიმდინარე საქმიანობა სააგენტოსი და ამ მხრივ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აუდიტის სამსახურთან კოორდინაციით რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროცესს მივყვებით ნაბიჯ ზუსტად იმ შესრულების პერიოდის მიხედვით, რომელიც ჩვენ ამ პლატფორმაზე ავსახეთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეფასებისთვის. როგორც აღნიშნე შესავალ სიტყვაში, არასრულწლოვნებისთვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და ზოგადად ეს პროცესი, ნებისმიერი პროცესი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით ეს რა თქმა უნდა არის პრიორიტეტული მიმართულება სამინისტროსთვის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად ვიყოთ ეფექტიანი იმ ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც ერთი მხრივ სამინისტროს გააჩნია და რა თქმა უნდა იმ ხარდაჭერის ფარგლებში, რომელსაც სამინისტრო და სააგენტო ჩვენი კოლეგა უწყებების მხრიდან ვიღებთ და მივიღებთ. მადლობა. სხვა შეკითხვები არ არის. ჩვენთვის დრო, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამოიწვევს შესრულებას, რეალურ შესრულებას. ოღონდ ერთი თხოვნა არის, რომ 28 წლის ბოლომდე კი არა, შუალედური შესრულებები უნდა ჩანდეს და აუდიტიც ნახავს ამას, რომ ეს არ ველოდოთ, რომ 29-ში რა მოხდება და რომ მანამდე რა საქმიანობა მიდის და როგორ ხდება. კი ბატონო, ეს დავამატებ ბოდიში, დიახ, ეს რა თქმა უნდა ამ პლატფორმის ფარგლებში ისედაც გათვალისწინებულია შუალედური ანგარიშები და ჩვენ კავშირზე ვიქნებით აუდიტის სამსახურთან. მადლობთ. გადავდივართ შემდეგ ორ რეკომენდაციაზე, ბოლო ორ რეკომენდაციაზე. განრიდება მედიაციის პროცესის მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩოს და აღსრულების მექანიზმის ნაკლოვანებები. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენება შესაძლებელია სისხლისამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. საქართველოში დღესმოქმედი კანონმდებლობით აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპი გათვალისწინებულია განრიდება მედიაციის პროცესში, თუმცა პროცესის მარეგულირებელ ნორმატიულ ჩარჩოს გააჩნია გარკვეული ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებს აღდგენითი მართლმსაჯულების სრულყოფილ დანერგვას. კერძოდ, განრიდების პროცესის დაწყებაზე ან და მედიაციაში მონაწილეობაზე დაზარალებულის მხრიდან უარის შემთხვევაში მედიატორები წყვეტენ მასთან კომუნიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა ამის შემდგომ აზრი შეიცვალა და პროცესში ჩართვის სურვილი გამოხატა, არსებული რეგულაცია არ ითვალისწინებს შესაბამის პროცედურებს. ასევე მედიატორების მიერ არ ხორციელდება განრიდება მედიაციის პროცესში დაზარალებულთა შესაბამის მხარდამჭერ პროგრამებზე გადამისამართება. განრიდება მედიაციის პროცესში სერვისებისა და მოხალისეობრივი ღონისძიებების ნაკლებობა. ბენეფიციართათვის დანერგილი აქტივობები, რომლებიც ძირითადად მოიცავს ფსიქოსოციალურ და თერაპიულ მომსახურებას, სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია პროფორიენტაციის, ხელშეწყობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაზე, არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, იმ რეგიონებში, სადაც ასევე არ არის ხელმისაწვდომი სოციალური მუშაკი, მათ ცვლიან პრობაციის ოფიცრები, რომლებიც ბენეფიციარებს ვერ აწვდიან სარეაბილიტაციო პროგრამებს. მათი მომსახურება მოიცავს მხოლოდ ბენეფიციარების ჩართვას მარტივ საგანმანათლებლო აქტივობებში, როგორიცაა ლიტერატურის გაცნობა და კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხებში. გამოწვევას წარმოადგენს ბენეფიციარისათვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. სააგენტოს პასუხისმგებელი პირების განმარტებით 2021-2024 წლებში პროგრამაში ჩართვის მიზნით გაიგზავნა 184 ბენეფიციარის მონაცემი, მათ შორის 10 განრიდებულის. სააგენტოს 2021-2022 წლებში მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმებულია იუსტიციის სამინისტროს, მჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს, დანაშაულის პრევენციის და საპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და სიბ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის სერვისის სარგებლობის შესახებ ინფორმაცია აქვს მხოლოდ 5 ბენეფიციარზე. მათგან კი 2 პირობითი მსჯავრდებულია, 3 კი ყოფილი პატიმარი.
მათივე განმარტებით მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ძირითადად განპირობებულია იმ გარემოებებით, რომ თუ კოლეჯის მიერ შეთავაზებული შესაბამისი პროგრამა ვერ გაივლის აკრედიტაციას ან ვერ ხერხდება საკმარისი რაოდენობით ჯგუფების დაკომპლექტება, ბენეფიციარებს შესაბამისი პროგრამა არ მიეწოდებათ. ბენეფიციარებისათვის სერვისების მიწოდების საინფორმაციო ბაზის მიხედვით 2021-2024 წლებში პროფესიული განათლების პროგრამაში ჩართული იყო მხოლოდ 10 ბენეფიციარი, რომლებზეც პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან ერთად წარმოდგენილი ინფორმაციით ვერ დგინდება, რომელ სპეციალობებში გადამზადდნენ ხსენებული პირები. აღნიშნული ორი მიგნების საპასუხოდ გავეცით შემდეგი რეკომენდაციები. იმ მიზნით, რომ გაიზარდოს განრდების პროცესში მედიაციით დასრულებული საქმეების რაოდენობა, მნიშვნელოვანია სააგენტომ იუსტიციის სამინისტროსთან და პროკურატურასთან ერთობლივი კოორდინირებული მუშაობით შეიმუშაოს და დანერგოს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მედიატორის ვალდებულებას შეინარჩუნოს პერიოდული კომუნიკაცია დაზარალებულთან. ამასთანავე გაიზარდოს დაზარალებულთა ინფორმირებულობა მათთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებას და მათ შერიგების პროცესში ჩართულობას. სერვისების მრავალფეროვნებისა და ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის მიზანშეწონილია სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით უზრუნველყოს კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა და არსებული რესურსის მოტივაციის ამაღლება, იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით კერძო საჯარო პარტნიორობის ფარგლებში გაიზარდოს მოხალისეობრივი აქტივობების რაოდენობა და მრავალფეროვნება, გაფართოვდეს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ასევე ბენეფიციართა რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის პროცესს და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების სტატუსიც მიმდინარეა და მათზე წარმოდგენილი არის სამოქმედო გეგმა. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ. იგივე ბოლო ორი რეკომენდაციაზე ბატონო გიორგი, თქვენი მოსაზრება. კი ბატონო, დიდი მადლობა. მესამე რეკომენდაციას რაც შეეხება კერძოდ ნორმატიულ ჩარჩოსა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. მედიაციით დასრულებულ საქმეთა რაოდენობის გაზრდისა და დაზარალებულ მხარესთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება მედიაციის პროგრამაში ჩართული მედიატორების საქმიანობის წესის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტში. აქ ჩვენ გულისხმობთ ერთი მხრივ სააგენტოს უფროსის ბრძანებას და მეორე მხრივ იუსტიციის მინისტრის ბრძანებას. აღნიშნული ცვლილებების შედეგად მათ შორის დარეგულირდება სხვადასხვა საკითხები, მაგალითად თუ მედიატორი მიიღებს დაზარალებულისგან ინფორმირებულ უარს მედიაციის პროცესში ჩართვაზე, იგი განუმარტავს დაზარალებულს, რომ პოზიციის ცვლილების შემთხვევაში შეუძლია განსაზღვრული სამუშაო დღეების ვადაში ხელახლა დაუკავშირდეს მედიატორს და განაცხადოს მედიაციაში მონაწილეობის სურვილი. მათ შორის თუ დაზარალებული მოგვიანებით დაუკავშირდება მედიატორს და განაცხადებს თანხმობას მედიაციის პროცესში ჩართვაზე, მედიატორი შესაბამისი ოქმით დააფიქსირებს აღნიშნულ გარემოებას. სამუშაო დღის ვადაში მედიატორი დაზარალებულთან კომუნიკაციიდან დაადგენს სოციალურ მუშაკთან და პროკურორთან ხომარ გაფორმდა განსარიდებელთან განრიდების ხელშეკრულება. თუ განსარიდებელთან განრიდების ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მედიაციის საერთო შეხვედრა აღარ გაიმართება და მედიატორი შესაბამისი ოქმით დააფიქსირებს მხარის მედიაციის პროცესში ჩართვაზე უარს. თუ განრიდების ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, მედიატორი წერილობით მიმართავს განრიდების მედიაციის პროგრამის მენეჯერს მედიაციის პროცესის განახლების მოთხოვნით. ჩვენ რა თქმა უნდა აქვე კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებთ, რომ ეს არის მიმდინარე საკითხები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად დავხვეწთ სააგენტოსთან, აუდიტის სამსახურთან, პროკურატურასთან მუშაობის შედეგად
პროგრამის მენეჯერის თანხმობის მიღების შემთხვევაში მედიატორი ორგანიზებას გაუწევს მედიაციის საერთო შეხვედრის ჩატარების კონკრეტულ აუცილებლობას დადგენილ ვადაში. თუ საქმეში მონაწილეობს ორი ან მეტი დაზარალებული და თავდაპირველად ყველა მათგანმა განაცხადა უარი მედიაციის პროცესში ჩართვაზე, თუმცა ერთმა შეიცვალა პოზიცია და განსარიდებელთან განრიდების ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, მედიატორი გადაამოწმებს სხვა დაზარალებულთა პოზიციას და შემდეგ წერილობით მიმართავს პროგრამის მენეჯერს მედიაციის პროცესის განახლების მოთხოვნით. ასევე თუ საქმეში მონაწილეობს ორი ან მეტი დაზარალებული და განსარიდებელთან უკვე გაფორმებულია განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება, ერთ-ერთ დაზარალებულის პოზიციის ცვლილების შემთხვევაში დამატებითი მედიაციის საერთო შეხვედრა აღარ გაიმართება და მედიატორი შესაბამისი ოქმით დააფიქსირებს მედიაციის პროცესში ჩართვაზე უარს. ასევე ჩვენ გსურს დავაკონკრეტოთ, რომ განრიდება მედიაციის დეპარტამენტი ინსტიტუციური თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, რაც სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება უზრუნველყოფს მედიატორთათვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას, დავაკონკრეტებთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან. აღნიშნული ფორმატი ხელშეუწყობს სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მსხვერპლთა საჭიროებებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას და უწყებათა შორისი თანამშრომლობის ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება მეოთხე რეკომენდაციას, ეს გულისხმობს სერვისებისა და მოხალისეობრივი ღონისძიებების გაძლიერებას. ეს მიმართულება ვიტყოდი ფართოდ სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო კონკრეტულად აქ დავაკონკრეტებთ მნიშვნელობას ანიჭებს პრობაციის სისტემის თანამშრომელთა დაფასებას, სამსახურებრივი მოტივაციის ამაღლებასა და ახალი ადამიანური რესურსების მოზიდვას. ამ მხრივ თქვენ პარლამენტის წევრებს კარგად გახსოვთ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის მარტის თვიდან ამოქმედდება. ამ ცვლილებებით უზრუნველყოფილი იქნება პრობაციის სისტემაში სპეციალური წოდებების შემოღება და თანამშრომლებს შესაბამისი სოციალური გარანტიები მიენიჭებათ. ეს რა თქმა უნდა მათ შორის გააძლიერებს ამ მიმართულებას, რომელზეც ჩვენ განრიდება მედიაციის პროგრამის ფარგლებში ვსაუბრობთ. სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით გაიზრდება სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა. აქ რა თქმა უნდა გამოწვევები გვაქვს, თქვენ იცით ეს ისეთ ძალიან სპეციფიკური მიმართულებებია, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ მათ შორის ამ ახალი ცვლილებებით, რომ ინტერესი გავზადოთ და ჩართულობა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ეს დღესდღეობით ჩვენ გვაქვს კონკრეტულად განრიდება მედიაციის ფარგლებში. განრიდებული პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ახალი პროფესიული საგანმანათლებლო კურსები. პრობაციის სისტემის პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე წლიდან აქტიურად გაგრძელდება შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. კერძოდ 26 წლის ბოლომდე მოხალისეობრივი აქტივობების გაზრდის მიზნით გაღრმავდება თანამშრომლობა საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან. 26 წელს პრობაციის აგენტოში დაგეგმილი ბენეფიციართა საჭიროებების კვლევის შედეგების შესაბამისად მეტი ყურადღება დაეთმობა სამიზნე ჯგუფებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობას. ამავე მიზნით მიმდინარე წელს შეხვედრა დაიგეგმება საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. და ბოლოს ჩვენ აღნიშნავთ, როგორც უკვე მოგახსენეთ, რომ რა თქმა უნდა ის რომ мотиваცია იყოს მაღალი და კონკრეტულად ამ მედიაცია განრიდება მედიაციის პროგრამაში ჩართული პირებისთვის
უფრო ხელსაყრელი გარემო იყოს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ზოგადად სამინისტრო პარლამენტის მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, კიდევ გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რომლებსაც ეტაპობრივად სხვადასხვა, მათ შორის საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარმოგიდგენთ. მადლობა. შეკითხვა ხომ არ არის? ძანეთ. ამჯერად შეკითხვა მაქვს აუდიტთან. ეფუძნება თუ არა ეს რეკომენდაციები, რომელიმე საერთაშორისო სტანდარტებს ან გამოცდილებებს, რომელიც თქვენ დააწესეთ და კი, რა თქმა უნდა. ხო, ეს რამე ანუ ჩვენ კავშირის აუდიტის ქვეყნებიდან არის რამე რეკომენდაციები მსგავსი გამოცდილების გაზიარებით თუ კი და ეს ერთწუთით მორჩება შეკითხვას და შემდეგ გაიცეთ. ნოჩქაროთ. არც არ გვეჩქარებენ. ხო, მადლობა ბატონო. ძანეთ. დიახ, ფაქტიურად აი ეს მოიცავს ამ კითხვას და მეორე კითხვა მაქვს, აი თქვენ აღნიშნეთ ფსიქოლოგების მუშაობა, მაინც ეს რაღაცნაირად კავშირში არის თუ არა იმ რეფორმასთან, განსაკანონმდებლო რეფორმასთან, რომელმაც უნდა მოამზადონ ის კონტინგენტი, რომელსაც ექნება ესეთი ცოდნა მუშაობის, რომ შეავსოს თქვენი ის დანაკლისი, რასაც თქვენ ხაზი გაუსვით. მადლობა. მადლობთ, გთხოვთ, მოკლედ. გიპასუხებთ, ესე იგი, გარნდება მედიაციის პროცესის მარეგულირებული ნორმატიული ჩარჩოს დაახსრულების მექანიზმის ნაწილში ჩვენ გვაქვს გამოყენებული კრიტერიუმად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია და ამის საფუძველზე გავეცით ჩვენის რეკომენდაცია, რაც შეეხება მოხალისეობრივ აქტივობებს და სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობას. იცით როგორ არის, ჩვენ ეფექტიანობის აუდიტს როცა ვატარებთ, საერთაშორისო პრაქტიკას აუცილებლად ვსწავლობთ. ფინეთის მაგალითზე, ბელგიის მაგალითზე, ესენი ანგარიში აღნიშნული გვაქვს და შესაბამისად ასე გავეცით რეკომენდაცია. მადლობთ, ბატონო გიორგი და ამით დავასრულოთ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია ამ პროცესთან, ეს იქნება შესაძლებლობა ასევე სააგენტოსთვის, რომ უნივერსიტეტებთან გააფორმოს მემორანდუმები, რომლებითაც იქნება უზრუნველყოფილი ზუსტად ის სერვისი, რომელზეც აუდიტის სამსახური მიუთითებს თავის დასკვნაში და რა თქმა უნდა, ასევე მეც დავაკონკრეტებ ამ პასუხის კვალდაკვალ, რომ რა თქმა უნდა, სააგენტო ასევე ატარებს კვლევებს, ანალიტიკური დეპარტამენტი, მათ შორის იმ კვლევებზე ჰქონდა წვდომა და იმ რეკომენდაციებზე, რომლებზეც აუდიტის სამსახური მიუთითებს და ჩვენ აუდიტის სამსახურთან კოორდინაციით რა თქმა უნდა იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას, რომ უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს განრიდება მედიაციის პროგრამა და უკეთესი შედეგები დავდოთ. ხომ არაფერი გინებთ დამატება. კარგი, ჩვენთვის რაც საინტერესოა, შეთანხმებულია პროგრამა სრულდება, ამიტომ მადლობას გიხდით, წარმატებას გისურვებთ და ეს საკითხი ამოწურულია. თქვენ თუ გაინტერესებთ დარჩით ვარ და წაბრძანდით, ეს საკითხი ამოწურულია. გადავდივართ მეორე საკითხზე, კოლეგებო. თავიდანვე ვიტყვი, რომ აქ რეკომენდაციები არ არის, უბრალოდ მოგვახსენებენ, რაზე არის საუბარი. ძალიან კარგია, რომ როდესაც მე მოკლედ გეტყვით 22 წელში IBRD-მა და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თანხები გამოუყო საქართველოს საბიუჯეტო დახმარების, მისი აუდიტი დაავალა აუდიტის სამსახურს. ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობიან, მანამდე მსოფლიო ბანკსაც ჰქონდა იგივე პრაქტიკა და საუბარია იმაზე, რომ პირდაპირ სახელი საქართველოში ადამიანური კაპიტალის პროგრამას როგორ შეასრულებს, რომ ეს თანხა მიიღოს. ანუ ყველა თანხის გამოყოფა რაღაცაზე არის მიმბული და აი ეს შეამოწმეს და რეკომენდაციები გაცემული არ არის, როგორც ბანკი, ისე აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ნორმალურად შესრულდა და დაფინანსებაც ნორმალურად ხდება. ეხლა კიდევ ერთხელ რეკომენდაციები არ არის, მაგრამ მოგვახსენებენ მოკლედ რაზე არის საუბარი და ამით დავასრულოთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ ინფორმაციას. საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა და განხორციელების ჩარჩო.
2022 წელს საქართველოს მთავრობამ გააფორმა ორი მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმება საერთაშორისო პარტნიორებთან. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერის სასესხო ხელშეკრულება, ადამიანური კაპიტალის პროგრამა, სისტემური რეფორმებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. პირველი ხელშეკრულება გაფორმებული იყო რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, რომელსაც ხელი მოეწერა 2022 წლის 30 მარტს და მეორე ხელშეკრულება გაფორმებული იყო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, რომელსაც ხელი მოეწერა 2022 წლის 15 ნოემბერს. საერთო ფინანსური რესურსი შეადგენდა 458,5 მილიონ ევროს. პროგრამა დაიწყო 2022 წელს და სრულდება 2028 წელს. პროგრამის მიზანი და ძირითადი მიმართულებები. პროგრამის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებული სისტემებისა და სერვისების ეფექტიანობისა და ინკლუზიურობის ზრდა. პროგრამა მოიცავს 3 ძირითად სექტორს: განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა. პროგრამის 4 ძირითადი კომპონენტი შემდეგია. პირველი, დანახარჯების ეფექტიანობის გაუმჯობესება შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური მექანიზმების დამტკიცებისა და განხორციელების გზით, როგორიცაა მაგალითად ზოგადი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, DRG სისტემის დანერგვა, სოციალურად დაუცველთა სტატუსის შეფასების ფორმულის განახლება და სხვა. მეორე, ხარისხის სტანდარტების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და ზოგადი განათლების ხარისხის სტანდარტები, კლინიკური პროტოკოლების დანერგვა და სხვა. მესამე, ინკლუზიურობის გაძლიერება, რომელიც გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ზრდას სოციალური დაცვის სერვისებში და ბოლო, მეოთხე, ციფრული სერვისების განვითარება, როგორიცაა მაგალითად დისტანციური სამედიცინო სისტემების განვითარება, სოციალური დაცვის პროგრამებს შორის ინტეგრაციის გაუმჯობესება და სხვა. პროგრამის მართვა, ანგარიშგება და აუდიტი. პროგრამის განხორციელების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგების მიღწევას უზრუნველყოფენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო პარტნიორებისთვის ყოველწლიურად წარდგენას და დამოუკიდებელი დასკვნის მომზადებას უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. პროგრამის სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება მოიცავდა 2024 წლის ფარგლებში გაწეულ საკასო ხარჯების შესახებ ინფორმაციას და წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პროგრამების, ქვეპროგრამების შესაბამისად. ჯამური ხარჯი შეადგენდა 904,50,656 ლარს. აუდიტის მიზანი და შედეგი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიღებული სახსრებისა და გაწეული ხარჯების შესახებ და მათთან დაკავშირებულ შენიშვნებს. აუდიტის მიზანი იყო დასაბუთებული წყუნების მოპოვება და მოსაზრების გამოთქმა საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის 24 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის სპეციალური დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებაზე. აუდიტის შედეგად გაიცა არამოდიფიცირებული მოსაზრება, რაც ზოგადად გულისხმობს, რომ ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად. რაც გულისხმობს, რომ სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მომზადებულია სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების თავი 2 ინფორმაცია სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების შესახებ შესაბამისად. აუდიტის ანგარიში წარდგენილია დადგენილ ვადაში. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ. შეკითხვები ხომ არ არის? კარგი. ამით დღევანდელი სტომა ამოწურვილია. ყველას მადლობას მოგახსენებთ მონაწილეობისათვის და წარმატებას გისურვებთ. მადლობა.